ჯვარცმა რატო უნდა იყოს საერთოდ? ეხლა მეგობრებო მინდა მეგობრებს გავანდო აი აქ ჩვენ შეკრებილების თია გარეთ არის. დედიკო თიას დაუძახეთ რა უთხარით რომ დაწყებული არის უკვე საუბარი თქო რა. ეხლა რა ხდება მეგობრებო გეტყვით რა. ჩვენ აქ შეკრებილები ვართ და დავიწყებ ორი ქალბატონიდან რომელსაც მე ვკითხავ აქ რას აკეთებს. და ისინი გვეტყვიან თავის მოსაზრებას, კიდევ შემოგვიერთდებიან სხვები, რომლებიც ახლა გარეთ გავიდნენ და ნახოთ აქ რა გამოვა აქედან, აი ამ საუბრიდან. მე გაგაცნობთ ახლა აქ ორ ქალბატონს მივატრიალებ, თქვენ ლაივში გამოჩნდებით ახლა. ლალი, გამარჯობა ლალი. მადლობა რომ მოხვედი და დამაფასე და საერთოდ ამ იდეას ხელი კი არ შეუწყე, კითხავ რა, რატომ ხარ აქ ეხლავე და ნუგეში მადლობა რომ მოხვედი და მადლობა რომ აქ ხარ. მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენ ლალით. ლალი, მე შენ კითხავ, აქ რა მომოგიყვანა, რა ძალა მომოგიყვანა აქ? თიას რა დაის? ერთი წუთი მარინოს, შენ შემოგვიერთდი მერე რა ცოტა ხანში, ხო? ბოდიში ლალი რომ შეგაწო. მე რატო ვარა? ხო. ძალიან დიდი ხანია პროტესტი მაქვს რის მიმართ. შევდივარ ტაძარში, ნებისმიერში, თუნდაც ჩვენთან, თუნდაც მთელი დედამიწის მასშტაბით ნებისმიერ ქრისტიანულ ტაძარში შევდივარ და პირველად რასაც ვხედავ, ჯვარზე გაკრულ ქრისტეს. რაც მიმაჩნია რომ არ ვიცი ეს ჩემი აზრია შეიძლება დამეთანხმოს ვინმე შეიძლება არავინ დამეთანხმოს ახლა ყველას თავისუფალი აქვს ფიქრობ რომ ქრისტე აღარ არის ჯვარზე გაკრული აღარ უნდა იყოს ჯვარზე გაკრული გამოდის რომ ხელოვნურად ვაკრავთ ჯვარზე იმიტომ რომ ვიცით ბიბლია გვეუბნება რომ აღდგა მესამე დღეს მამის გვერდით დაიკავა ადგილი და ვინც მას აღიარებს ყველაშია ქრისტე ჩემში შენში ნებისმიერში მე ეს გააზრებული მაქვს, მე ვხედავ რომ შენშია ქრისტე, რადგან მის მცნებების მაღიარებელი ხარ და ხვდები რომ ერთადერთი პატრიარქი სამყაროსი, ნამდვილი ქრისტიანების ქრისტეა. მეც ვეთანხმები მაგ აზრს. აი ამის გასაჟღერებლად მოვედი რომ ჩვენ, ვინც მართლა ქრისტიანები ვართ, ქრისტეში უნდა გავერთიანდეთ, უნდა ვაღიაროთ რომ ქრისტე აღმდგარია, ქრისტე ჩვენთან არის, ჟამია, მეორედ მოსვლა და ძალიან ბევრი რო აღარ გვჩება ამის გასააზრებლად, ძალიან კარგი იქნება თუ ამას სერიოზულად დაუფიქრდება. ნებისმიერი ადამიანი გაიაზრებს, რაზეც მე ვსაუბრობ და შესაბამის ნაბიჯებს გადადგავს. გასაერთიანებლები ვართ ქართველები, ქრისტეში ვართ გასაერთიანებლები. დღეს რაც ხდება ჩვენს გარშემო, ძალიან ბევრს ვიცი რომ არ მოწონს რაც ხდება და ხდება რომ არასწორად ხდება რაღაცები, არასწორად ხდება ქრისტესთვის მსახურება. გავბედავ და ვიტყვი კი არა, ვალდებული ვარ რო თქვა, ვაჭრობადაა გადაქცეული. უფლის მცნება, რასაც აუცილებლად წერტილი უნდა დაესვას. ქრისტე ერთადერთ შემთხვევაში განრისხდა, რაც ჩვენამდე მოღწეულია და რაც ბიბლიაში შეტანილია სახარებაში, ხო? როცა შეხედა რომ მამამისის სახლში ყიდვა-გაყიდვა იყო გაჩაღებული. აი ყველა ტაძარში შესვლისას პირველი რაც ადამიანს თვალში ეცემა ეგ არის. რისი წინააღმდეგიც ქრისტე იყო. მოდით ადამიანებო, ქართველებო, ქრისტიანებო, გაერთიანდით ქრისტეში და გამოვნახოთ ქვეყნის გადარჩენის გზა. თუ არა და დავიღუპებით. ეს იცის ძალიან ბევრმა. როგორც ქართველები აღარ ვიარსებებთ. შეხედეთ უკრაინის მაგალითს რა ხდება. არ ვიცი, შეიძლება საჯაროდ და ტელევიზიები არ აშუქებენ იქ რა მდგომარეობაა, მაგრამ ვინც დაინტერესებულია იციან, როგორ გენოციდი მოუწყეს ხალხს და როგორ მათ მიწებს დაეპატრონნენ და თუ ვინმე ცოცხალი დარჩება, ფაქტობრივად მონებად აქცევენ და თავიანთვის ამსახურებენ. ჩვენც რომ იგივე არ დაგვემართოს, გავერთიანდეთ ქრისტეში რომ ღმერთი დაგვიდგეს. დაგვიფაროს მარტო ის ოცნება რომ ღმერთმა გვიშველოს ჩვენ თუ არ გამოვნახეთ მზაობა იმისა რომ არ ვაჩვენეთ უფალს მზაობა იმისა რომ მასთან ვართ და ის ჩვენთან არის და უშვებთ ჩვენ გულში არ დაგვიდგება გვერდში ტყუილა არავის არ ქონდეს მაგისი იმედი არა და ჟამია ბოლო ჟამია სასწრაბოდაა გადასადგმელი ნაბიჯები
თუ არა და დაღუპვა არ აღწდება. ეს არ არის პესიმიზმი, ეს არ არის შეშინება, ეს არის ფაქტი და ეს არის რეალობა, რასაც ძალიან ბევრი ხვდებით. თუ აქეთ-იქით მიიხედავთ და მოიხედავთ რა ხდება სამყაროში, ბევრი ლაპარაკი ამას არ ჭირდება. მაგიტო ვარ დღეს მე ვარ სურველი, ჩემი ოცნებაა რომ გავერთიანდეთ ქართველები ქრისტეში და მივხედოთ ჩვენს თავს, ჩვენს პრობლემებს, ჩვენ ქვეყანას და სამყაროც. გადარჩება თუ არა და დავიღუპებით. მადლობა ლალი. პლატონი გეუბნება გაგიმარჯვეთ ღმერთმაო და კიდე ერთი გეკითხება რომ ბიბლიას ცვლიო და რატო ვცვლი ბიბლიას? სად გამომივიდა რომ ბიბლიას ვცვლი? მეც ვერ დავინახე რომ ბიბლიას ცვლიდე. ის რომ პროტესტი მაქვს რომ ქრისტე აქამდე ჯვარზე არ უნდა იყოს გაკრული? თქვენ თანახმა ხართ მაგისი რომ ქრისტე აქამდე ჯვარზე იყოს გაკრული? მე არ ვარ თანახმა. გინდ ბიბლიის ცვლილება დაარქვით, რაც გინდა იმას და რაც გინდა ის დაარქვით. მე არ მინდა ქრისტეს ჯვარზე გაკრულს ხედავდე. მეც არ მინდა, იმიტომ რომ ჩემთვის ეს არის ყველაზე დიდი ტკივილი. ლალი, როგორ შენ თქვი? ჩვენ შეგვიძლია წელიწადში ერთი დღე ვიზეიმოთ, აღვნიშნოთ, ხსოვნა ის რომ ჯვარზე გაგვაკრეს, ჩვენი შეცდომის გამო რომ უფალი ჯვარზე გავაკარით და დანარჩენი ვიყოთ მადლიერები რომ ვარსებობთ, ამდენი სიკეთე გვაქვს მისგან და ქრისტე ჩვენთან არის. და ქრისტე აღდგა და ქრისტე არის აღმდგარი, ხო? სხვა სათშოთვალე ბიბლია. მეც ეგრე დავინახე მეგობრებო, რომ არანაირ ბიბლიას არ ვცვლით ჩვენ და არც ლალი და არც არავინ, უბრალოდ ბიბლიაში რაც წერია, იმას ვაჟღერებთ. ჩვენ აქამდე თუ გვაგლოვებდნენ, რომ ქრისტე ვაძვიძვარ და ჩვენ საწყლები და ჩვენ ასეთი ცოდვილები და ჩვენ ისენი და ვართ ცოდვილები, მაგრამ ჩვენ უფრო მაგრები ვართ, რომ ქრისტე მოვიდა ჩვენთან და ჩვენთან დადგა, ჩვენთან არის და აქ არის ცოცხალია. აი ეს უფრო მაგარი ამოსაწევია და მაღლა ამოსაწევია და უფრო ძალიან კარგი გასაჟღერებელია ვიდრე ის რომ მე ცოდვილი მესაწყალი მე უნდა ვცნოთ და უნდა მეგობრებო ჩვენთან არის ვაღიაროთ და ამინ დიდება უფალს უნდა ვიძახდეთ ყოველ დღე მესაწყალი მე ცოდვილი კი არა დიდება უფალს ყოველ დღე და მადლობა უფალს რომ სამყაროს ცოდვები აიღო თავის თავზე ხალხო და ჩვენ რას ვაკეთებთ მაგის სანაცვლოდ ჯვარზე ყავს ისო გაკრული და არ ვიცი რა გითხრათ აბა გელა ბეკურიძე მართლმადიდებლები არ ხართ ქრისტიანები ურჯულოები ხართ ქრისტიანები ურჯულოები ხართ გელა ჩვენ ხო ვისაუბრეთ მაგაზე რომ ქრისტე სახელით ძალიან ბევრი უსამართლობა მოხდა ამ ქვეყანაში და ამასაც ქრისტე მოულის ყველას დაუulis და ყველას მოჰკითხავს მაგას და აი აგერ ნახავ შენც ნახავ და ჩვენ ყველა ვნახავთ ყველა გამოვა სინათლის შუქზე ვინ და როგორ გააკეთა უსამართლობას ქრისტეს სახელით თუნდაც აი გელას გვარში ხო გელას გვარში და მთაში ქალები როგორ დაამახინჯეს და დაატყვევეს და მონებათ აქციას მიუხედავად იმისა რომ მთაში იყვნენ ქალები როგორც ესე პატრიარქებად და მატრიარქებად დაყენებული და მათ ეთქმოდათ სიტყვა ამაზე ვისაუბრებთ გელა ჩვენ კიდე და ნამდვილად დარწმუნებული იყავი რომ ქრისტეს ჭეშმარიტი სახელი ჯერ ჩვენ არავის არ გაგვიგიათ დედამიწაზე თუ რა უნდა ქრისტეს მართლა რისთვის მოვიდა ქრისტე და რა უნდა ეკეთებინა ერთმანეთი კი არ უნდა გვეკლა ქრისტეს სახელით არამედ ერთმანეთისთვის პატივი უნდა გვეცა და დავხმარებოდით ერთმანეთისთვის მოგვესმინა ერთმანეთისთვის და გული გაგვეთმო ერთმანეთისთვის და მოდი ახლა გადავიდეთ ნუგეში შენ რა სიტყვი აქ რა ძალა მოგიყვანა მოგესალმებით ჩემო საქართველოს მოქალაქენო ჩემო ქრისტეში მყოფო ადამიანებო ქრისტე მოგვიყვანა ჩვენ ყოველდღიურად მისი სახელით მოძრაობ და დავდივართ მე მაგალითად ისე არ გავიღვიძებ რომ ჯერ პირველ რიგში უფალი არ ვახსენო არ დავიძინებ ისე რომ არ ვახსენო სახშიდან ისე არ გავარ რომ მადლობა არ უთხრა რომ უпроსტად მშვიდობის გზა არ მისურვოს და სახში შესულს კიდე მადლობა არ უთხრა ეს დიდი ხანია გრძელდება უკვე განსაკუთრებულად ეს 5-6 წელიწადი ისე საერთოდ 10 წელია რაც ქრისტე გავიცანი და ამის გამო რომ მე ცოტა ადრე არ ვიცნობდი ქრისტეს მე ამის გამო ძალიან ხშირად მიტირია და მინერვიულია რომ რატომ არ ვიცნობდი მანამდე ძალიან ბევრი პრობლემები მომიგვარა მასზე ლოცვამ ღვთისმშობელზე ლოცვამ ტაძარში სიარულმა სხვადასხვა ტაძრებში ლოცვამ ისეთი კარგი ადამიანები გამაცნო ამავე დროს რომლისგანაც შეიძლება რომ ძალიან ბევრი კარგი რამ ვისწავლო და ვისწავლე კიდეც ძალიან ბევრი რაღაცამ დამწყვიტა კული ტაძარში სიარულის პროცესში მაგალითად ეხლა ამბობენ რომ თანამედროვე მამაები არ გაჩნდნენ ძალიან ბევრიო
არ ვიცი რა ეძახიან თანამედროვე მამაოებს, მაგრამ მე ის ვიცი რომ ტაძარში როდესაც ჩორტიკით შემოვა ახალგაზრდა ქალი ან მამაკაცი, ჯერ თვითონ არ უნდა იკადრონ რომ შემოვიდნენ შორტიკით შემოვიდნენ ტაძარში და მეორეც რომ მამაო მამაზე შენიშვნა არ მისცეს. მე მაგალითად ეს თემა ძალიან მაწუხებს. შესაძლებელია აი ამ პერიოდისთვის ქალბატონს უფრო ძალიან მოხდება ამ პერიოდისთვის ძალიან მოხდება აი ზუსტად ის კლდემა მოცილურად ჩაცმა თავზე საბურავით და არა ცილინდრით და ქუდით. ასეთი შემთხვევები ძალიან ხშირი არის. მოხშირდა. ადრე არ იყო ასე. ეხლა მოხშირდა და ძალიან სამწუხარო თემა არის. ძალიან კარგი იქნებოდა თუ ამას მიაქცევდნენ ყურადღებას და ჩვენი მამაოებიც იტყოდნენ ამ თემაზე გადაგების შემდგომ და თვითონაც მიხვდებოდნენ. ჩვენ მრევლსაც შეგვიძლია უთხრათ. მაგალითად მე რამდენჯერმე ადამიანს შენიშვნა მივეცი თუ არასწორად იგი არასწორად აკეთებდა ჯვრის გამოსახვას, ჯვრის გადაწერას რომ ეძახით და მე მიწყინა. ოღონდ ძალიან მორიდებულად და მოგრძალებულად. იცით ქალბატონო, მეც მასე ვაკეთებდი ზუსტად და აღმოჩნდა რომ თურმე არასწორად გამიკეთებია და თქვენ ახლა შეგიძლიათ ასე გააკეთოთ. აი რაღაც ასეთი მორიდებული სახით უთხარი, მაგრამ მისგან მაინც საყუდური მივიღე. ლალიმ წეღან აღნიშნა და ეს მქონდა სათქმელად, მეც იგივე მინდა გავიმეორო, რადგანაც ტვინში მიდევს ეს თემა და მაწუხებს. თუ ჩვენი ტაძრები მონასტრებზე ვერ ვიტყვი, მაგრამ მე მონასტრებშიც არის, კი, იმიტომ რომ ძალიან ხშირად დავდივართ მონასტრებში ჩვენ მრევლი. ძალიან ხშირად იქ უფრო სუპერმარკეტებად არა, მაგრამ მაღაზიებად გადაიქცა. სხვადასხვა სახის ბიჟუტერიაც იყიდება ამავე დროს. კრიალოსნებიც, ხელსაბურავებით, თავსაბურავებით, რა ვიცი, 1000 რაღაცეები. ძალიან ბევრი რამ. ხატები შეიძლება იმდენი აღარ იყიდებოდეს, რამდენიც ეს მოსართავები იყიდება. და ძალიან გულსადგენია. და სახარებაში ხომ წერია ასია რა, რომ შევიდა უფალი თავის მამის აშენებულ სახლში და იქედან გადმოუყარა ყველაფერი, სამტრედეები, იქ მაგიდები გადაუყარა და საყოთურებით აიკლო, რომ ეს ჩვენ აქ ტაძარი გვაქვს და არა გასაყიდი ნივთები და საქონელი შემოგიყვანიათ, იმიტომ რომ ცხრები წყალდათ მიყვანილი. ცხრებთან დაკავშირებით გამახსენდა ეხლა და ესეც რომ არ თქვა არ შემიძლია. ეხლა გიორგობას ჩვენმა თამარმა აჩვენა ასეთი ვიდეო იქ ტაძარში როგორ დაკლეს ტაძრის ტერიტორიაზე როგორ დაიკლა ცხრები და გვაჩვენებდა თამარი ამ ყველაფერს. იმდენად მტკივნეული იყო ეს ჩემთვის რომ ეს სახში ვიდექი და ვტიროდი. გამახსენდა რომ მეც მქონდა ესეთი რაღაცები ჩადენილი ცხოვრებაში. და სულ ბოლოს, როდესაც დამავიწყდა, რის გამო მქონდა შეთქმული უფალზე ცხვარი, საერთოდ დამავიწყდა რის გამო იყო. ჩავედი ერთ-ერთ მამაოსთან, ივერის ღვთისმშობლის ტაძარში ჩავედი, მაშინ მამა უშანგი იყო ასწონო ღმერთმა დაღუპულია რამდენიმე წლის და მას ვუთხარი, მამაო, აღარ მახსოვს რის გამო უნდა დამეკლა ეს ცხვარი და ვერ დავკალი რაღაც სხვადასხვა მიზეზების გამო და მითხარით როგორ მოვიქცე, ეხლა დავკლა თუ რა გავაკეთო და მამაო მირჩია, ერთ სანთელს დაანთებ თუ ერთ სხვას დაკლავ, ერთი და იგივენაირად შეგეწირება უფლის თვალშიო და რა გინდა ამ საცოდავ ცხრებს რას გადაეკიდეთ ამ ბატკნებსო, იცოცხლონ იყვნენ და ბედნიერად იცხოვრონ თავიანთი დედების გვერდითო. და აიღეთ ერთი სანთელი დაანთეთ და ამით გახვალთ უკვე ფონსო. იცით რა დაუფიქრდები, შეიძლება ეს მართალიც იყოს და მისაღებიც იყოს. ამიტომ ვფიქრობ, რომ ეს თემა აუცილებლად უნდა გავრცელდეს საზოგადოებაში, ხალხში, მრევლში და ასეთი რამ ნელა-ნელა აღმოიფხვრას. ის რომ ჩვენ უფალი გვიყვარს და მის გვერდით უნდა ვიდგეთ, ამას ბებია ბაბუები ასწავლიდა ზოგს და მე მრევლმა მასწავლა, მე ცხოვრება მასწავლა, რაღაც პრობლემა მასწავლა, რომელმაც უფლის გზაზე მიმიყვანა. მე მადლიერი ვარ ამ ყველაფრის და შესაძლებელია რომ თითოეული მათგანი ჩვენ გვერდში დაუდგეთ უფალს. თავრობაში მე ვერაფერს ვერ ხედავ სასიკეთოს. თუ უფალმა არ მოინდომა, იცოდეთ რომ ჩვენ მართლა ჩამოვიქცევით როგორც ქვეყანა, როგორც ერი და როგორც ადამიანები გავნადგურდებით ისე როგორც ნადგურდება დღესდღეობით ჩვენი მოძმე ეროვნება, ერი, უკრაინა და
ასეთ დღეში რომ არ ჩავარდეთ, ჩვენ უნდა ერთად გავერთიანდეთ. მრევლი იქნება ის თუ არა მრევლი, ყველა უნდა ერთად გავერთიანდეთ. ეხლა ნუგეში ერთი წუთით დიდი მადლობა ამ სიტყვის და ისე არ გამოვიდეს რომ ხალხს ეგონოს აქ ჩვენ რაღაცა სექტას ვაყალიბებთ რა. მე მაინტერესებს აი რაში გავერთიანდეთ, გაერთიანება რას ნიშნავს? თქვენ ლალი შენი აზრი და შენი აზრი გაერთიანებაში რას გულისხმობთ თქვენ? როგორ გავერთიანდეთ? თქვენ რა წარმოგიდგენიათ გაერთიანება როგორი პროცესია? აი ეს მაინტერესებს თქვენგან რა. მიდიაროთ ჩართო? კი, ესე მოვატრიალებ, ახლა შენ ხარ. გაერთიანება რას ნიშნავს? უნდა გავერთიანდეთ, ვისაც უფალი უყვარს, ვისაც უფლის ჯერა, ვისაც ამ ცხოვრებაში უფლის გზით უვლია და აპირებს რომ უფლის გზით იაროს, აი ეს ადამიანები ყველანი უნდა გავერთიანდეთ ქრისტეში და ყველა უნდა ერთად შევიკრიფოთ, ერთად დავდგეთ სადარაჯოზე და ამ თავრობას თუ რამე პრობლემები აქვს და ძალიან ბევრი აქვს, უნდა მიუთითოთ და მიუნიშნოთ, რომ აი ეს არ უნდა გააკეთოს და ის არ უნდა გააკეთოს და თვითონ კიდე უფალი გვასწავლის ყველაფერს შემდგომში, რა და როგორ მოვიქცეთ და რა გავაკეთოთ. აი, ეხლა მეთანხმები თუ არა იმ აზრში, ვიდრე ჩვენ პარლამენტთან მივალთ და იქ დავდგებით და ვეტყვით, რომ ეს არ გააკეთო და ეს არ გააკეთო, არის თუ არა უფრო უკეთესი გზა, რომ ჩვენ თვითონ გავაკეთოთ ის, რაც გვინდა რომ იმათმა გააკეთო. შენ რას ფიქრობ? რატომაც არა რომ თამარ, მე ძალიან დიდი ხანია ვფიქრობ, ეს ჩემი მოსაზრება არ არის და ჩემი ნათქვამი არ არის, მე უბრალოდ სხვის სიტყვებს ვციტირებ, რომ აი ეს პარლამენტი აშენებულა ოდესღაც იმ აგურებით და იმ ბლოკებით და არ ვიცი იმ პერიოდში უფრო აგურები იყო და არა ბლოკები. მან დიდგა ტაძარი ნეველის სახელობის ტაძარი მგონი, ხო? ესე მახსოვს ნეველის სახელობის ტაძარი იდგა. ძალიან ლამაზი, მე მახსოვს ეს ტაძარი ძველი წიგნებიდან მაქვს ნანახი. სურათებში არის კი. და აი შემდგომ ეს ტაძარი დაუნგრევიათ, აუშენებიათ ეს პარლამენტის შენობა და ზოგიერთი ბლოკები და აგურებით, უпроსოდ უფრო აგურები წაუღიათ და მთაწმინდაზე რესტორანი რო აშენებული, იქ არის აშენებული ეს ყველაფერი და თუ ესენი არ მოიხსნა და ხელმეორედ არ აშენდა, შეიძლება პარლამენტი არ დაინგრეს, მაგრამ იქ იუნკერების სასაფლაოა ჩემო კარგო ამავე დროს. ძალიან ბევრი იუნკერია დასაფლავებული ზედამ ტაძარზე და მე მახსოვს ახლა ერთ რაღაცას გადავუხვებ თემას ძალიან აქ თქო. ჩემი სახლის გაჩერებაზე ძალიან ხშირად სანზონაში იხოცებოდა ავარიით ხალხი. ბავშვები, დიდები, პატარები, სხვათა შორის ჩემი მეუღლეც იქ დაიღუპა იმ გაჩერებაზე და არტყა მანქანამ. და შემდგომ გადაწყვეტილება მივიღე, რომ გამეგო ერთი რა ხდებოდა, აქ ტაძარი იყო აშენებული ოდესღაც თუ რა ხდებოდა თქო და წავედი და თბილისის აბსოლუტურად ყველა იმაში რა ქვია არქივებში დავიწყე ძებნა რა ხდებოდა ამ ადგილზე ოდესღაც იყო ტაძარი თუ არა და აღმოჩნდა რომ იქ ტაძარი არ იყო, ტაძარი მხოლოდ გადასასვლელ ხიდზე ივერის ღვთისმშობლის ტაძარი იყო, რომელიც შემდგომ აბანოდ გადააკეთეს და ერთიც და ამჟამად მადლობა უფალს რომ ისევე ტაძარია და ერთი იყო აერჭალაში ქეთევან წამებულის ტაძარი. მეტი სხვა ტაძარი აი მაგ მიდამოებში არცად არ იყო, მაგრამ აი მაგ გაჩერებაზე ზუსტად ეხლა რომ დომბიტას ეძახიან, დომბიტის უკანა მხარეს იყო სატუსაღოები იყო. და ძალიან ბევრი ხალხი იხოცებოდა და თურმე მანდვი ასაფლავებდნენ. შენ ამბობ რომ ენერგეტიკულად ეს იყო, ხო? დატვირთული ადგილი იყო და დიახ, არა, ძალიან ცუდი ენერგეტიკა იყო და ამიტომაც იყო რომ ამდენი წლის განმავლობაში და ძალიან მინდოდა რომ იქ ტაძარი აგვეშენებინა. მე ამის გამო ძალიან ბევრ ადამიანებს ველაპარაკე მეზობლობაშიც, ყველა გვერდში დამიდგა და ყველა მითხრა რომ თუ მათ ტაძარს ააშენებთო ჩვენ აუცილებლად დაგიდგებით გვერდშიო. მაგრამ რადგანაც გავიგე არქივებიდან რომ მანდ არ იყო ტაძარი, ნუ რაღაცა სხვა მეთოდი შევიმუშავეთ, რომ პატარა რაღაცა ნიშა მაინც გაგვეკეთებინა ზედ გაჩერებაზე. მაგრამ მამაები ამის გამო წინააღმდეგი წავიდნენ. ნიშას თუ გავაკეთებთ, პატარა ნიშა იქ შესაძლებელია აი ესეთი არამორწმუნე ადამიანები, ან იეღოველები, ან სხვა სექტაში გაეწევიანებული ადამიანები მივიდნენ და რაღაც ცუდი დარბევა გააკეთონ მისი და ამიტომ ესეც არასწორი იქნებაო და თავი შევიკავეთ შემდგომში. მაგრამ წლები გადის და ჩემ და სამწუხაროდ რომ არ გიცოდი თურმე მე სხვა ტაძარში დავდიოდი, აი დომბიტის უკან ტაძარი აშენებულა. ზუსტად ის ტაძარი, რომელშიც ახლა ხალხი დადის, მოღვაწეობს და ძალიან კარგი, ძალიან თბილი და ძალიან საყვარელი მამაო არის, მამა დავით ტატანაშვილი და ამავე დროს
ეს არის ისეთი კარგი მრევლით დატვირთული ეს ტაძარი, ვერც კი წარმოიდგენ. გვდევთავარ ქიქოძის სახელობის ტაძარია. ხო. ანუ ესე იგი ეთანხმები იმ აზრს, რომ და იმის შემდეგ ავარია არ მომხდარა. თამარ, გინდა იჯერე, გინდა რა და სულ მიკვირდა. რატო აღარ ახდება? აღარ განაგვიდოდა რომ მომხდარიყო ავარია ეს რა ძალიან ცეთისულერულის იყო, მაგრამ მიკვირდა უბრალოდ და რა მიკვირდა თურმე 12 წელი აშენებულია ტაძარი და ჩემი გასაკვირი ის იყო რომ მე იმ ტაძარში ვერ მოხვდი, მაგრამ აი კოვიდის დროს გავიკითხე სად იყო ახლოში და აი აღმოჩნდი მაგ ტაძარში და იმის შემდეგ ძალიან ხშირად დავდივარ მანდ, იმიტომ რომ მართლა ძალიან დიდი სითბო და სიყვარული ტრიალებს. კარგი. ხო. უფალს სწორად უნდა ვემსახუროთ. გულით უნდა ვემსახუროთ და მართლა უფალს უნდა ვემსახუროთ ფულს. გასაკვირველია. ლალი, ეხლა შენთან გადმოვალ, შენი აზრით, აი გაერთიანება რას ქვია, ხო? აი გაერთიანებაში რას გულისხმობ შენ და როგორი სახით წარმოგიდგენია გაერთიანება რა არის? ანუ რას აკეთებს ამ დროს ადამიანი? საკეთებს ამ დროს ადამიანი, ქრისტიანული ქვეყანა ვართ, ძირძველი, ჩვენი ფესვები ქრისტიანობიდან მოდის, ხო? ქრისტეს სახელით უნდა გავერთიანდეთ, მართლა ვისაც გული შეტკივა საქართველოსთვის და ვისაც მართლა სწამს უფლის რომ მისზე აღმატებული ძალა არ არსებობს, მისი აღმატებული და მისი წმინდა ძალა არ არსებობს და უფლის სახელით სიტკბოთი, სიყვარულით, არა ჩხუბით, არა ერთმანეთის შეურაცხყოფით, ძალიან მშვიდად უნდა მოხდეს გააზრება, გასაუბრება ერთმანეთთან და საერთო გზის გამონახვა, რომ მართლა რაც საქართველოს შედეგამდე მიიყვანს, რაც მართლა გაბწყინება იქნება საქართველოსი. ჩვენ თუ უფლის სახელით არ დაუდექით ერთმანეთს გვერდში. აგერ დაიძახე, ხო? უფლის სახელით, ვისაც აქვს, ვისაც გული შესტკივა ნამდვილად, ვისაც წამს რომ უფალია, ჩვენი ყველაფერი აბსოლუტურად. ენერგიის მომცემი, ძალის მომცემი, ჩვენი მეფე, ჩვენი პატრიარქი, ჩვენი გზა, ხო, ყველაფერი. უფალია, ხო? თქვი რომ ვისაც ამის ჯერა და ვისაც ამის წამს, აგერ მოვიდეს და რა ვიცი, გავდგეთ ერთმანეთის გვერდში. გავიცნოთ ერთმანეთი. პირველ რიგში გავიცნოთ ერთმანეთს და მეორე რიგში განვეწყოთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემით და მოვიფიქროთ მერე რა იქნება გამოსავალი და რამ შეიძლება მართლა ნორმალური შედეგი დააყენოს ქვეყანაში. მადლობა ლალი. კიდევ ვინმე ხომ არ უნდა აქ ამანქანიდან სიტყვა თქვას? ორი სიტყვით. ერთ სიტყვით. ხო, აი ლალი. თითქოს ისეთი შთაბეჭდილება რჩება, რომ ყველა ვიღაცას ელოდება. ავდგეთ და ყველამ სათითაონამიდი ჩვენ გადავდგათ. ჩვენ თვითონ ვიღვაწოთ იმაზე, რომ მოხდეს გაერთიანება. არავის არ დაველოდოთ. ვინ მოვა ჩემთან? მე თუ იმას დაველოდები, არავინ არ მოვა ჩემთან. მე უნდა მივიდე იმასთან, ვინც თulis რომ გაერთიანება საჭიროა. აგერ გამოაცხადა თამარმა, თulis რომ გაერთიანება საჭიროა უფლის სახელით, აგერ მოვედი, აგერ დავუდექი გვერდში. დანარჩენს მერე საუბარში, აზრის გაცვლა-გამოცვლაში ჭეშმარიტებამდე მივახცევთ ალბათ, იმიტომ რომ ჩემი ტკბილი დაიდაო ფოტინე წერს. დაიდა ხარ მართლა? ვენაცვალე მაგას. მადლობა ფოტინე. ნუგეში, შენ რა თქვი ახლა რაღაცა სამების სახელით თუ რაღაცას მეუბნებოდი და თუ გინდა თქვი. კამიზა. ბერებთან დაკავშირებით ვინდოდა, მე თქვა. აბა რა გინდა? ბერი რო გამომიგზავნა. ხო, კი, აბა თქვი. 2 წლის უკან ტრომბული შეტევა დამემართა. ძალიან ცუდად ვიყავი საოპერაციო წამიყვანეს და როგორც უკვე უნდა შემიყვანო საოპერაციო და აი გულმა მიკარნახა რომ ადეგი ახლა წადი აქედან გაიპარეო და აი ესე გასიებული ფეხი გაწითლებული დასიებული კი არა აი ლაპლაპი გაუდიო გასკოტომაზე მქონდა ფეხი გამოვიპარე სასწრაფოდ ახლა ის თუ როდისმე ის მამაო კი არა ის ექიმი მოისმის მიხვდება რატო გამოვიპარე უფალმა მიკარნახა, სულიწმიდის მადლმა, გულმა მიკარნახა, გულში კიდე უფალი ყავს და უფლის გარეშე კიდე და გულის გარეშე არაფერს არ ვაკეთებ, ხომ გეუბნებით? აბსოლუტურად ეს ბოლო წლები არაფერს არ ვაკეთებ. და რამოდენიმე დღის მერე ხედავ სიზმარს, რომ 3 ბერი მოვიდა, 3-ვე ერთი სიმაღლის, ერთნაირი შავი ანაფორი თავისი მოსასხამით. და ვეუბნები, ვინა ხართ, რა ხართ მეთქი? მე ამ დროს ძალიან ცუდად ვარ. ცუდად ვარ და არ ვიცი რა დამემართებოდა აბსოლუტურად ეს ბერები რო არ მოსულიყვნენ.
მე კერძო სახლში ვცხოვრობ და ძალიან გრძელი ეზო არის. იქ ვერ ჩავახწერდი, რომ კარები გამეღო, რომ ნათესავი და ვინმე შემოსული იყო ჩემთან და ეპატრონა თუნდაც მეზობელს. ვერ ავდგებოდი. ჩვენ შენთან უფალმა გამოგვაგზავნაო. და უნდა მოგხედოთ და გიპატრონოთო. და მე ვიგრძენი, რომ მართლა უფლისგან იყვნენ ესენი მოსულები. დილა გათენდა და მე რომელიც ვერ ვიძრეოდი, ვერ ვდგებოდი და რამდენიმე დღე საწოლში ვიცექი, ჩვეულებრივად გადმოვადგი ფეხი და დღემდე დავდივარ. და როდესაც მე ბეთანიის მონასტერში მოვხდი და ეს სამი ბერი, მამა გიორგი, მამა იოანე და მამა ესა ბერი გაბრიელის ერთი სურათი ვნახე, სადაც სამივენი ერთად იყვნენ გადაღებულები, ერთი სიმაღლეზე, ერთი სიგანიზე, ერთი ანაფორ. აი, მაშინ რა დამემართა არ ვიცი პირდაპირ რა. მართლა მივხვდი, რომ ჩვენი წინაპრები, ჩვენი ბერები, ჩვენი წმიდანები პატრონობენ, როცა გვიჭირს და როცა რაღაც პრობლემები გვაქვს. მე როცა რაღაც მიჭირს, ყოველთვის ტაძარში გავდივარ და ღვთისმშობელს და უფალს ვეხვეწები და არ არსებობს, რომ მე საქმე არ მომიგვარდეს. არ არსებობს. და მე ვიცი, რომ კიდევ თუ რამე მაქვს დარჩენილი მოუგვარებელი საქმე, მე მასე ხვეწდი და მუდარით ის ყოველთვის ჩემს გვერდით დგას და ის გინდა ფსიქოლოგიური დაარქვი, გინდა რწმენა დაარქვი, გინდა რაც გინდა დაარქვი, ეს ყველაფერი მაინც უფლისგან მოდის და აქედან გამომდინარე ვფიქრობ, რომ უფალი არასოდეს არ უნდა მივატოვოთ. რა თქმა უნდა. ქრისტიანი ხალხი ვართ, ქრისტიანულ ქვეყანაში ვცხოვრობ და აი ნახეთ რას ვამბობ ხოლმე ყოველთვის. თავის დედიკოს ღვთისმშობელს აჩუქა ქართული მიწა, ეს ღვთიური მიწა, რაზეც ახლა ჩვენ ვცხოვრობთ. როგორ შეიძლება რომ ეს ოდისმე დაიკარგოს და ან დედას წაართვას ეს მიწა უკან, ხო? როგორც ახლა დღესდღეობით ძალიან ბევრი ადამიანი რაღაცას აკეთებს ამის მაგვარს ხოლმე. და ამიტომ ეს არ დაიკარგება. ჩვენ ვიცით ხოლმე თქმა, რომ ივერის ღვთისმშობლის წილხვედრ ქვეყანაზე მიწაზე ვცხოვრობ და ჩვენ ის უფალი არ გავწირავს, ჩემო კარგო, მაგრამ უფალმაც უნდა დაგვიგნახოს, რომ ჩვენ მისთვის ვართ. გავასხვისებთ ამ უფლისგან ნაჩუქარნით. დიახაც, ზუსტად მაგის თქმას ვაპირებ. იმან უფალმაც უნდა დაგვინახოს, რომ ეს მიწა ქართველებისაა და არა ვიღაც ინდუსების და ვიღაც მე ვენახეზე გავიხსენოთ, თუ არ მოუვლის მიწას რა მოვა სხვა მე ვენახე და დაიწყო. კიდევ მეც გეტყვით ამა, შენ იცი ჩემი მდგომარეობა, მე ძალიან დიდ ვალში ვარ. 384,000 ლარი მაქვს ვალი. 384,000 ლარი. ბინაბაგში ჩადებული, პრობლემებში აბსოლუტურად მეზობლებთან, რაღაც მოხდა და ჩვენის ფული არ შეგვიჭამია. თხილის ბიზნესიდან გამომდინარე მოხდა ეს ამბავი. მაგრამ ნახეთ რა მოხდა. მე უძრავ ქონებაში მუშაობდი წლების განმავლობაში. მაგრამ როდესაც მოდიოდნენ პაკისტანელები, მოდიოდნენ ინდოელები, ჩინელები, მოდიოდნენ ირანელები, რომ ქართული მიწა მიმეყიდა მათთვის, მე კატეგორიულად უარზე ვიყავი, კატეგორიულად. ერთადერთი შემთხვევა მქონდა, რომ ინდოელიდან გამოვასყიდინეთ და ქართველმა შეისყიდა ეს ქართული მიწა. მეტი სხვა, მე ხელი ავიღე ამ სამსახურზე იმისი გულისთვის, რომ მე მიწას ვერ მივყიდი ირანელს, ვერ მივყიდი ვერავინ უწყო ჩემს ტომელს და ქართველს კიდე ფული აღარ აქვს რომ იყიდოს და ამისთვის სამსახურს თავი დავანებე. მე რო ეხლა ამ სამსახურში ვიყო, ერთი პატარა მიწაც რო გავყიდო, მე ჩემი ვალი გასტუმრებული მაქვს, მაგრამ ამას არ ვაკეთებ და აი ვალებში ვიხშობი. მაგრამ ბედნიერი ვარ, მაინც იმით ვარ ბედნიერი, რომ უფალი ვიპოვე და უფლის გვერდით ვდგებარ. აი რატომ არის მეგობრებო, ნუგეში ჩვენთან ის არის ქართული სულის კვეთების ადამიანი, არ გაყიდა არც ერთი ტკაველი მიწა იმის გამო, რომ თავისი ვალები გაესტუმრა. აი ეს არის საქართველოს სულის კვეთება. ეხლა ჩვენ სხვებით შემოგვიერთდნენ, აქ უკვე თიას იცნობთ თქვენ და ხო თია, ჩვენ აქ ეხლა მივხვდები რა, საუბრები გვაქვს და შენს გათქვევინებ სიტყვას რა ძალა მოგიყვანა აქ, აი ამაზე. პირველ რიგში მომიყვანა უფალმა აქ. უფლის სიყვარულით მოვედი და რწმენით, რომ უფალი გადაგვარჩენს, ოღონდ აუცილებლად უნდა გავანძრიოთ ხელი და ვადიდოთ უფალი. არ დაველოდოთ ვიღაცებს გაგვილაგებს ქვეყანას. ასე რომ რაც ველოდეთ საკმარისია და ფუჭად ველოდეთ. საქართველო ფაქტიურად აღარ არის. ეხლა ჯვარზე ავედი და თიძა ჩამოსახლელი ქართველია, რაც არ გვიკირს საქართველოს უწყო ტომებია. აქ ქვემოთ ვაჭრები ზიან და რუსულად გელაპარაკებიან, ქართულად ვერც არ გიქვამენ.
ასე რომ ძალიან ცუდ დღეში ვართ. ხო, ეგრეა თია და ეხლა წავიკითხავ ერთ კომენტარს ლალი ნიპარიშვილი წერს ჩადუნელი. დიახ, ჩვენს გულებში უნდა გავაცოცხლოთ ქრისტე, ცნობიერით ქრისტეში არის მეორედ დაბადება. ანუ მეორედ მოსვლა. ვადიდოთ და მადლობდეთ ყველაფრისთვის. მადლობა თამარ, ეს გზა ქრისტეს გზაა. და ახლა ჯვარცმამდე კი არა, გამარჯვებამდე მიგვიყვანს. ამინ, ამინ. ამაღლება, მხოლოდ ამაღლება. ხო, ამაღლება ერთხელ ვააცვეს ქრისტე და 2400 წელი, 2024 წელია ყოველდღე ჯვარზე ყავთ ქრისტე გაკრული. აი საკმარისია. ქრისტე ამაღლდა და ჩვენც ამაღლებულად უნდა ვიყოთ, უნდა ავმაღლდეთ. ხო. მე როდესაც ვესაუბრე ჩემს ძმას, ბერია ჩემი ძმა და მოღვაწეობს ახლა საპატრიარქოს მსახურია, მონა რა და მონა ზონი ქვია ეგრე. ხო და როგორც ქვია ისე მოვიხსენიებ და ესეთი რაღაც თქვა რომ ჩვენ როდესაც ქრისტე აღდგა, შემდეგ 40 დღეებს მოდიოდა და ეცხადებოდა თავის მოციქულებს და 40 დღე ასწავლიდა თავის მოციქულებს სხვადასხვა ცნებებს და მეთქვი მანამდე ვერ იგებდნენ მეთქვი ის მოციქულები და იცი რაო, ყველაფერს თავისი ეტაპები აქვს. ჯერ უნდა მომკვდარიყო ქრისტეო, რომ მათ ცნობიერებაში მომკვდარიყო რაღაც პროცესი და შემდეგ მოვიდა ქრისტე და ასწავლიდა შემდეგ თავის მოწაფეებს და იცი რა მეთქი, როდესაც ქალები იქ იდგნენ და კარგად ჯვარზე იდგნენ და კარგად იცოდნენ მეთქი ქრისტე რასაც ლაპარაკობს, იმათი ნაშრომები მეთქი სად არის? ქალებსო არ არისო ეგ ნაშრომებიო ჯერ იგერთის და მეორესეთიც ქალებს არა აქვთ უფლება წირვისო, როცა პავლე მოციქული როდესაც წერილს წერს პირველ საუკუნეში თავის საძმოს რო წერს 70-ს მხოლოდ პირველ რიგში ქალებს მოიხსენიებს, იმდენი 70 ქალი მოციქული იყო მაშინ. 70 ქალ მოციქულს დიაკონობის უფლება ჰქონდათ და წირვის უფლებაც ჰქონდათ, მაგრამ არა, კაცურმა პოლიტიკამ შემოიტანა ის, რომ ქალი უნდა იყოს დახეული. აბა რამდენი კაცია აქ? აბა რამდენ კაცს ხედავთ აქ? ლალი ჩემი ბიჭები, კი, რამდენი ქალია აქ შეკრებილი და რამდენი კაცია, ხო? რამდენი კაცია. გამარჯობა მარინუს. ეხლა შენ მითხარი, შენს გათქმევინებ სიტყვას რა? რა ძალა მოგიყვანა აქ? აი პირველად უნდა ვფიქრობ, რა ძალა მომიმანა აქ საქართველოში საერთოდ. ხო, აბა. და მე გავიგე რა მინდა აქ. ხო, აი მე მინდა ბუნებასთან ვიქნებით, ხო? აი ბუნებასთან. ძალიან კარგი ბუნება არის საქართველოში და მე მინდა აქ რო 20 წლის წინ რო აქ ვიაროთ, ხო? მაგრამ ესეთი კარგი ხალხი შეხვდეთ, ხო? აი ნამდვილი ქართველები. ნამდვილი ქართველები. თაში, სხვაზე, ყველგან, ხო? და მე ვფიქრობ, რომ ესეთი ლამაზი ქვეყანა, ხო? მდინარე თავისუფალია, ყველაფერი თავისუფალი არის აქ, მე ვფიქრობდი, ხო? და აქ მინდა ოფინა, იმიტომ მე ვფიქრობ, რომ აქ ვიქნები თავისუფალი. ეხლა ძალიან შიგნით ვარ ამ ქვეყანაში, ხო? ანუ გაეცანი შიგნიდან, ხო? შიდა სამზარეულოს და აი არ არის თავისუფალი აქ რა. არ არის. ეკლესიაში არისავლე თავისუფლება, რას ნიშნავს თავისუფლება, ხო? არისწავლება, ხო? არისავლება. რატო ფიქრობ, რომ არისწავლება? არ ვიცი, ეგრე გამოდის. სად არის თავისუფლება? ეკლესიაში. ხო? სად არის? აი ფაქტები. ერთი მაგალითი, ცუმ ბაიშვილი, ხასო. თავისუფლება? ხო, აი ერთი მაგალითი მოიყვანე. რაში დაიჭირა? თავისუფლებ უნდა იფიქრობ ქრისტეზე, მაგალითად, ხო? აი ვინ იყო ქრისტე? რატო დადიოდა? სად დადიოდა? ხო? და რანაირად დადიოდა? თავისუფლებ დადიოდა. ეხლა მე პირველად რო ვიხავით რა რიგზე. რიგში რო იდექი? ზიარებას რიგში. აი არავინ არ იყო თავისუფალი. ყველას იხონ
ორიენტირებული რომ პირველი მოხდეს, ხო? პირველი მოხდეს, მე ვარ პირველი და მე ეგეთი ვიცი და ეგა ვარ ქრისტე, ეგა ვარ ქრისტიანი. ანუ მე ვიცი რიჟი თქვი. ანუ მე აგიხსენთ მეგობრებო, პირველად ჩემი მეუღლე რომ მოინათლა, სამებაში მოვხვდი და ამ სამებაში მაინც პატრიარქმა ჩამოიარა. მაშინ პატრიარქს ახლა არ ვერჩოდი, არაფერს მეც ძალიან გამიხარდა, მე თქვი მარინოს ნახე, ჩვენ ჯვარი დავიწერეთ და პატრიარქი როგორ გვესწუმრა, მე თქვი გიშს გავდი, მე თქვი რა კარგია, პატრიარქი გვესწუმრა ჩვენ ჯვარს წერას. ხო და ამ დროს დადგა რიგში, უამრავი ხალხი იყო და მარინუსი არის გერმანელი რა, კულტურა აქვს ისი რომ მოითმინოს და დაელოდოს თავის რიგს. იცით რა ხდებოდა, გასიეს, გამოსიეს, ხან ხელი მიატყეს, ხან ფეხი დაადგეს, ხან კაცი გაგიჟდა, ეს რა არის, ქრისტიანებში ვდგავარ თუ ცუდად ვიხავით ამ რიგში, ცუდად ვიხავით. აი ყველანი ხოცნება, აი იქიდან აქეთ, ცუდად ვიხავით, ნამდვილად. და ამიცი რა. ხო და მოკლედ ერთი სიტყვით ის ამას იმის თქმა უნდა რომ თავისუფლება შიგნიდან მოდის, როდესაც შენ თავისუფალი თანასწორობიდან ხო, როდესაც შენ იცი რომ იქ შენს გვერდზე ადამიანი დგას, იმას არ დაუწყებ, იდაყვებით გაწევას რომ გამატარე, მე უნდა წავიდე ჯერ ზიარებაზე. იცით როგორ იყო, გეგონება პურის ასაღებად ხალხი პურის რიგში იდგა, ისო 90-იან წლებში რო იყო. მაშინ უფრო სიწყნარე იყო. ხო და წარმოიდგინეთ, ეს იყო მისთვის შოკი. ქრისტე რომ მოვიდეს მეორედ, ხო? და ნახონ, აი მოვიდა ქრისტე. ჩვენ არც მიგვიშვებენ. ისევ ეს ხალხი, ხო? დახოცავს ერთმანეთს, იქნებ ქრისტემ. გაგახსენდა ნარიმანის კარზე რაც ხდება. ნარიმანის კარზე რო ახლებს არ უშვება. აი ზუსტად ისინი უნდა გავერთიანდეს და იმათმა უნდა მივცეთ მაგალითი. რა გვასწავლა ქრისტემ? აი ტაძარში იყო ფერი ცვალობას, ხილი და რაღაცები რომ მიიტანეს. და როგორ დაესიათ ხალხი, სამებაში მოხდა ზუსტად ეგ. არა, სამებაში არა, სიონში იყო. და მე შენზე მეტი ვარ, შენ უნდა დამემორჩი რომ ხო, აი ეს დაუსვი მამაოს და ცოტა გაღიზიან და მე პირადად ჩამიცვიცკდა მამაო და ხურდულად გამირჩია საქმე, რასაც ქვია. როდის თიასა? ეს იყო 2 წლის წინ. და რა გითხრა? ჯერ ხოთ კითხვები დავსვი და შენ შეპყრობილი ხარ და შენ ეშმაკმა გაცდუნა და შენ ასე და შენ ისე. მე რომ მივაწექი ადამიანო, ეს კითხვა გამიჩნდა და აი ლოგიკური პასუხი მაინტერესებს, თქვენგან მაინტერესებს პასუხი, რას ლაპარაკობ? მე გადავიდა კაჩაოზე, რასაც ქვია რა. ლამი ჩამიცუცხრა მამაო და საქმე გამირჩია ხურდულად და მე შევასკრი კარგად, მივალანძღე კარგად და მოვტრიალდი და წამოვედი. ნუ არის ესეთი შემთხვევა რომ თუ კი კითხვა დასვი, ესე იგი სექტანტი ხარ. ის ხარ, შეპყრობილი ხარ, რაღაცა ის ხარ, საშინელება ხარ, სატანიზმი ხარ. კი, მაგრამ კითხვას არ უსვევენ ქრისტეს. ქრისტეს ხო უსვავდა ეს ხალხი კითხვას და ქრისტე ხო პასუხს სცემდა და იგივე უნდა გავაკეთოთ რა ჩვენც რა. ეხლა ნახე, მარინო სად გაიქეცი მანდ. ეგ თავისუფლება მარტო მაგაში არ იგრძნობა, კიდე რა მაგალითი გაქვს. Beispiel, kannst du ein Beispiel bringen, wo du siehst, dass die Georgier eingeschränkt sind insofern, dass die keine Freiheit haben. დახურეთ რა ეს ციცივე გამოვიდა. ხო. მაშუტყეში ამოვა მამაო და მამაო ამოვიდა და ადექი დასვი, ვერ გავიდე ახლა. მამაო თუ იხდის მგზავრობის ფულს, ანალოგიურად ვიხდი მეც მგზავრობის ფულს, ხო? თავხედავ რომ ჩემზე ახალგაზრდაა მამაო, ბავშვს დავსვამ, მოხუცებულს დავსვამ და დადგეს ბატონო მამაო ფეხზე, ვერ გავიდე. ხო, ეს გაკერპებისა და გაღმერთების ის მინდის რა. მამაო. მამაოში ვხედავ პრობლემას. საზოგადოებას სერიოზულად აქვს სამუშაო საკუთარ თავზე. საზოგადოება კი. ინდონეზია ასული დღევანდელ ცხოვრებაში რომ ქრისტიანობა მანდ უკვე ძალიან შორს არის. ლალი. ეხლა ნახე რატო არის საზოგადოება მამაებზე დამოკიდებული, იმიტომ რომ მათგან იმართებიან ეს მრევლია. როგორც იქცევიან ისინი ხო იღებენ თავიანთ მაგალითს, ხო? და ესე ვფიქრობ რომ თვითონაც ეგრე უნდა მოიქცნენ, არა? ხო, ნახე მამაო ეუბნება. ყველა ადამიანი ვალდებულია საკუთარ თავზე, საკუთარ ქცევაზე უნდა აგოს პასუხი. იმიტომ გვაქვს ჩვენ ის წმინდა წერილი უნდა ჩავიხედოთ სულ ყველამ და კარგად გავითავისოთ იქ რა წერია. არავითარ შემთხვევაში სხვაზე მაღლად და აღმატებულად თავის წარმოჩენა. არავითარ შემთხვევაში სხვისთვის
აგრესიულად თუნდაც შენიშვნის მიცემა, სიყვარულით დაუდგეთ უნდა ერთმანეთს გვერდში და ვაკეთოთ ერთი საქმე, უფლისთვის მოსაწონი საქმე. ზუსტად ლალი, აი უფლისგან გვაქვს დავალებული ფაქტობრივად, უნდა შემოვინახოთ ქართული მიწა, ღვთისმშობლის წილხედრი მიწა და ამას მივახცევთ ერთმანეთის სიყვარულით, ერთმანეთის გვერდში დგომით, არავითარ შემთხვევაში შეწინააღმდეგებით და ერთმანეთს ბრძოლით. ვინც მომხრია მაგისი, რომ სიყვარულით, თბილად, უფლის სიტყვით დაუდგეთ ერთმანეთს გვერდში და ვეცადოთ, რომ გავაკეთოთ მართლა კარგი, მართლა ქართული საქმე. მე მეტის ხმა არ თუ კი ვინმემ გამოიღვიძა ესე ვთქვათ და შენ სხვა აზრი გაქვს, ხო? შენ სხვანაირად გამოიღვიძეთ. რას ლაპარაკობ? ანუ რომ გავერთიანდეთ, ხო? რაც მეტი ჭკვიანი აზრი ითქმევა, ხო? უფრო კიდე ახალი უკეთესი და საღი აზრი დაიბადება, ხო ეგრეა? არა, რას ამბობ? მე ვიცი ყველაზე სწორი და შენ ვინახარ? თია, ეხლა მე შენ უნდა დამიჯერო, შენ მცდარი ხარ. თია, ეხლა შენ რა სიტყვები თქვი, იცი, ქრისტეს და რომივა ერთ-ერთი, ანუ ხალხი ხომ მიდიოდა რა და იქ ისხდნენ და აი როგორი ვითარება იყო, იცი, ხალხს პატიჟებდნენ, ხალხს იწვევდნენ მისი მოციქულები და საქმე იმაშია რომ ზოგიერთი ადგა და წავიდა ქრისტეს აღარ მოусმინა რა და ქრისტეს კითხა მე თავისმა მოწაფემ რომ ესე რატო ხო ხედავო ისე უნდა ილაპარაკო რომ ხალხმა მოგისმინოსო რა და არ გაგვექცესო და ქრისტე მიცი რა უთხრა მე მაგისთვის არ უნდა ვილაპარაკო რომ ხალხს მოვეწონო არამედ იმას გეუბნებით რაც უნდა გაიგოთ რაც უფრო მრავალფეროვნად გაიგებს ხალხიო მით უფრო უკეთესიო ხო და ეს ხალხი ვინც ადგა და წავიდა იმათაც თავისებურად გაიგეს და იმან არ დაუწყო ქრისტემ რომ ისე რა ქვია ეგ საზიზღრები ისინი მისცამათ თავისუფლება წავიდნენ იმათვის რომ ის ხალხი დაიჭიროს და მოდით აქ თქვენც მომისმენთ მაგისთვის ქრისტე არ საუბრობდა ისეთივე უნდა ვიყოთ ჩვენ არ უნდა ვისაუბროთ და გამოვიპრანჭოთ იმისთვის რომ ხალხმა კარგად მოგვისმინოს ჩვენ უნდა ვთქვათ ჩვენი სათქმელი რა გვინდა რომ ვთქვათ ქრისტე იძახდა თავის სათქმელს რაც ზეციდან მამისგან მოსდიოდა ხო შენ თუ შეგრცხვება იმის რომ შენი სიტყვა არ თქვა იმიტომ რომ სხვა არ დაგცინოს თუ უნდა იცი ერთი გაიცინებს ერთი ძალიან მოეწონება შენი ნათქვამი ერთ საერთოდ არ მოეწონება იფიქრებს რომ ეს რა არის რა თქვა ერთი დაფიქრდება მეორე სხვანაირად გაიგებს მეხუთე სხვანაირად გაიგებს და ესე იქნება გესმის ყველას მოსაწონ სიტყვას ვერ იტყვი მაგრამ შენ რასაც იტყვი შენ მართლა შინაგანად უნდა მოდიოდეს ის ხმა და შენი უნდა იყოს სხვისი გამეორებულები კი არ უნდა ვილაპარაკოთ აი ამან ესე თქვა იმათ ისე გააკეთეს შვაიცარიაში ესეთი პოლიტიკა აქვს ნიცშემ ესე თქვა არავინ არ გვაინტერესებს ვინ არანაირად თქვა შენ რას ფიქრობ რა უნდა მოეწიოს საქართველოს იმისთვის რომ აღორძინდეს არ გაქვს ამაზე რა აზრები ხო აი მე მაგალითად ვფიქრობ რომ პირველი რაც უნდა გააკეთდეს ქართველი უნდა გაიცნოს ისე კი არა რომ აი მე იქ მოიწვიონ რა ქვია მედიაში მიიწვიონ და იქ მე ზიზილპილოებით მორთული მივიდეს დაჯდეს და სულ სხვა რამეები ილაპარაკოს ვიდრე რეალობა როგორც მე მომთხოვეს რომ ესე უნდა ილაპარაკო ესე და ესო მე რატო უნდა ვილაპარაკო ეს და ეს უნდა ვილაპარაკო ის რაც რეალობაა ხო რაც ვიცი და რაც გამომიცდია რატო უნდა ვილაპარაკო ის რაც თქვენ გინდათ რომ ვილაპარაკო არ მინდა მე თქვი არ მოვალ საერთოდ ხო და ამიტომ მეგობრებო რა ჩვენ როგორ უნდა გავიცნოთ ერთმანეთი იქ პარლამენტის წინ მოლოტოვების როლით არ გამოვა ეგრე ან ის მოწყობილი შოუთი რომ დაიწყეს ის ცეკვა ის დამპიტაური არა მეგობრებო ჩვენ აი ეხლა ნახე 5 საათი ხო ვდგავარ დაახლოებით აქ 5 თუ 4 თუ 3 თუ 2 ხო ამ 2 საათში ჩვენ გავუზიარეთ ერთმანეთს იმანაც სიტყვა თქვა იმანაც ყველამ სიტყვა ვთქვით ვისაც სიტყვის თქვა უნდოდა ზოგმა მოისმინა მარტო ეგეც ნორმალურია ქართველები ვართ გავიცნოთ ერთმანეთი ქართველობა რაში გამოიხატება პირველ რიგში ვაღიარებთ ქრისტეს როგორც უზენაეს მამად და ეს არის პატრიარქიც და ეს არის ჩვენი მეფეც არ გვჭირდება ჩვენ სხვა დანარჩენები რომლებიც გვიბრძანებენ და ჩვენ თვითონ ვართ ქრისტეს რჩეულები რომლებიც გავაკეთებთ საქმეს თვითონ ანუ მე ეგრე ვთვლი ამ გაერთიანებას ეხ გაერთიანებას კი არა აქ მოსვლას მე რატო მოვედი აქ არის ის რომ ქრისტემ ვაღიარო როგორც ჩემი პატრიარქი იმიტომ რომ მე პატრიარქს ველოდე და იმის იმედი მქონდა და აგერ შევციცინებდი და არც კი მიმიღო ზედაც არ შემომხედა შეფურთხების ღირსიც არ გამხადა და
მეფე კიდე რომელ მეფეს ველოდო, რომელ ამ ქვეყნიურ მეფეს ველოდო. მე ვარ მეფე თვითონ. ქრისტეს რჩეული და ნებისმიერ თქვენგანი ვინც აირჩევთ, ნებისმიერ თქვენგანი ვინც ქრისტეს შეუერთდებით მეფე ხართ რა, რო იცოდეთ რა, იმიტომ რომ ქრისტეს ნიერი ხდებით. ქრისტემ ეკლის გვირგვინი დაიდგა ჯვარზე, ხარ შენს მაგის გამკეთებელი რო ეკლის გვირგვინი დაიდგა ჯვარზე, მაშინ მეფე ხარ? კი, ხარ, მეც ვარ და ყველა აქ ვინც არის ისიც მეფეა. რა თქინდა ჩვენ სხვა მეფეები? ჩვენ ვერ გავაკეთებთ, ჩვენ არ ვიცით რა არის საქართველოში გასაკეთებელი. მაინც ვინმე უნდა გმართოს, ვინმე უნდა მიგვითითოს, ვინმე უნდა აკნინდა ქართველი რა ხო? ვიღაცის ხელი შემოგვია. არ ვიცი, ზოგჯერ მგონია მარიში, ზოგჯერ მგონია პურში, ზოგჯერ მგონია რაღაცა ესეთ საჭმელებში ისეთ რამეს ვაკეთებენ, რომ ყველა ადამიანმა ერთდროულად დაიწყო ერთნაირად აზროვნება. მე გუშინ წინ წავაწყდი ასეთ ფაქტს ავტობუსში. ინვალიდი ბიჭი არ იყო, მაგრამ ინვალიდის კალიასკა ამოიტანა, არ ვიცი რა შეჭირდებოდა, რაღაც ამის მაგვარი და ალბათ ოდნავ ფეხით შეეხო, მე ზურგით ვიჯექი, მე კი შემოვტრიალდი და ხალხს მოუთითე სიწყნარისკენ, სიმშვიდისკენ, იმიტომ რომ კაცი უბდება დედას წამალი დაჭირდა და ჩქარა რო წავსულიყავიო, რაღაცა როგორც ველოსიპედი ეგეთი რაღაცა იყო და უკან თავისი სათავსო და წავედი ჩქარაო, რო ჩქარა დაბრუნებულიყავიო და ხო ხედავო, კიდე ვერ ვახერხებ ჩქარა მისვლასო და ავტობუსში ამოვედიო. რა მოხდა მერეო? მერე რა რო დედა ყავს ავათო და მერე რა წამალი ჩვენც გჭირდებაო, დედები ჩვენ წავართო. ნუ არ ვიცი, ადამიანები რაღაცა სხვანაირები გახდნენ და ასეთები გამოდიან ზოგჯერ ტაძრებიდანაც ხოლმე, იცით? იქ ისეთი სიყვარული და ისეთი სიკეთე და სიმშვიდეა, მადლობა უფალს რომ ეს ჩემ ტაძარში არ ხდება, სადაც მე დავდივარ, მაგრამ მე სხვა ტაძრებშიც ხომ მიწევს ხოლმე წასვლა სიარული ზოგჯერ არა, სხვადასხვა ტაძრებში მიყვარს ხოლმე სიარული, რომ მაინტერესებს ვინ როგორანაირად და თუნდაც ქადაგებებს მოусმინო, იქ თუნდაც სამებაში წავიდე, სიონში წავიდე, იქ სხვა ტაძრებში წავიდე კიდე და გაშვეთი იქნება თუ რაც იქნება. რუსულ ტაძრებშიც დავდივარ ხოლმე და თქვენ წარმოიდგინეთ რომ გამარჯობათ. ასეთ რაღაცებს იქაც ვაწყდები. მოგბრძანდით სიტყვას იქაც ვაწყდები და იქ გაუცებული ვარ პირდაპირ. შემოდით. ადამიანი იყო ტაძარში ასეთი თბილი, ასეთი ტკბილი, ასეთი მოსაუბრე, ასეთი გულში ჩამწდობი და ტაძრიდან გამოხვიდე და გახდეს უცხანაირი. ასეთი რაღაცები არ უნდა ხდებოდეს ნამდვილად. ეგრე კი. ამას თუ კი მამაოები შეამჩნევენ, იქნებ მამაოებმა ამას გაუსვან ხაზი, რომ ესეთი რამე არ მოხდეს. გამარჯობა, გავეცნოთ ახალ სტუმარს. დიანა ვარ ხო მიცანი თუ არა? დიანა კუპოტაძე. სურათიდან ვერ გიცანი, მაგრამ ისე ახლა სახელი და გვარი რომ მითხარი კი, საერთოდ ვერ გიცანი სურათიდან. ახლა ხარ ლაივში, იცოდე. გინდა რომ იყო ლაივში თუ კარგი. კარგი, ესე იგი, მაშინ მეგობრებო, დავემშვიდობები ახლა ჩემს მეგობრებს. მეგობრებო, ჩვენ ახლა აი როგორც გითხარით რა, არ ვიცი რა ძალა მიკანახა, არ ვიცი კი არა და ძალიან კარგად ვიცი რომ ეს არის ზეციური ძალებიდან ჩამოსული სიტყვა, რომელმაც მითხრა რომ ეს გააკეთე ახლა და ვაკეთებ ამას. აქ ვდგავარ. აი რამდენი სასიამოვნო ადამიანი მოვიდა და თავისი სიტყვა თქვა. ესევე შეგიძლიათ მოხვიდეთ თქვენ და თქვათ თქვენი სიტყვა და თქვათ რა ძალა მოგიყვანათ აქ, ხომ? რა ძალას მოყავხართ ჯვარზე. იცით რა არის? მე არ გეუბნებით რომ თქვათ რომ აი თამარის ლაივი ვნახე და იმ ძალა მომიყვანეთ. იმის უკან გაიხედეთ. თქვენ თუ ამ ლაივს ნახავთ და გამოიტანთ აზრს რა ძალა აი ახლა აქ ჩვენ შორის, ხომ? შემდეგ თქვენს დააფიქსირებთ იმ ძალას. შეძლებთ საქართველოს შეცვლას თუ ვერ შეძლებთ, ეს სხვა საკითხია, მაგრამ ცდაბედის მონახევრია. მოდი ახლა მე ამ სიტყვით დავასრულებ რა და საქართველოს საკეთილდღეო საქმეებზე ამას ვისაუბრებთ მე ჩვენ და გავაჟღერებთ მე ისევ ლაივში და ახლა დაგემშვიდობებით უკვე და გიხილავთ ალბათ მალე აქ ამოსულს. მე აქ ვრჩები, აქ ვიქნები, შეიძლება ღამით გავიდე ხოლმე უკვე რომ დაღამდება, მაგრამ დღისით აქ ვიქნები მე არ ვიცი რამდენ ხანს, მაგრამ ვიქნები რამდენიმე დღე. აბა კარგად გემშვიდობებით ყველას.